მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით უკვე მეხუთე საგამოცდო მარშრუტის განხილვით, რომელიც არის უკვე შეცვლილი, ამიტომ დავიწყოთ და გავიაროთ უკვე ახალი მეხუთე მარშრუტი. დაგხვილი მდგომარეობაში აღვედით, მეკეთია, მოდი გადავიდეთ სიჩქარეში, ჩამოვწოთ ხელის მუხლებს, გავიხედეთ მხარზე, ერთი მანქანა არის, ამ მანქანას გავატარეთ და შემდეგ დავიწყო მოძრაობას. გამოცდის დაწყება. მეორეც ყოფილა და მესამეც. მოდი დავიწყოთ უკვე. მოძრაობა, როგორც მოგეხსენება, ჭიშკრიდან გამოვდივართ, როცა გამოვალთ უკვე გადავხდათ მარჯვენა მაჩვენებელზე. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ცოტა საგვიანებს აქ მარჯვენა მხრის დაძახილს კომპიუტერი, ამიტომ ყურადღებით იყავით აქ, რა თქმა უნდა, ავტობუსის ზოლში არ უნდა ჩავიდეთ. ყველა მიცის უკვე, რომ ამ ზოლით ჩამოვდივართ და ვაგრძელებთ უკვე მოძრაობას პირდაპირ. დადგენის სიჩქარე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. დადგენის სიჩქარე 50. ნაკლები მოძრაობა შედარებით დღეს. თითქმის უკვე არასაგამოცდო საათი არის. ამიტომ 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. კი ბატონო, 300 მეტრით დაგვიძახ. გავყვეთ კომპიუტერს. მოусმინოთ კომპიუტერს აუცილებლად. მოძრაობთ დაახლოებით 45-ით. წინ დაბრკოლებები მაქვს მარცხნივ მანქანა ყავს, ამიტომ ცოტას შევნელდები. გავატარო აი ეს მანქანა, ახლა უკვე ჩავთავ. ჯერ მარცხენას და ცოტას გადავიცემი გვერდზე, შემდეგ უკვე მარჯვენა ცივცივად ჩავთავ, გავიხედები ისევ სარკეში, შემოვწევ მარჯვენა მხარეს, გავიხედები მარცხენა მხარეს, ეს მანქანა მოდის, მაგრამ ჩემი ზოლიც არის აქეთ, ცარკე ზოლი მაქვს, ამიტომ ნელა გავაგრძელებ მოძრაობას. მაგრამ თუ ახლოს მოდის ხასთან, ეცადეთ რომ შეატაროთ და მე შემოვუხვიოთ ხომ უკვე თქვენს. ავჩქარდები ახლა უკვე უკან. გთხოვთ შემდეგ მინიშნება. მოდის ერთი მანქანა, მაგრამ შემიძლია რომ შევასწრო, გავიხედები მხარზეც გვერდზეც არავინ არ მიდგას და შევდივარ უკვე ზოლში. და გავთიშავ ციმციმას. ანუ შევასწრო რატო ვთქვი, იმიტომ რომ წინა ვიდეოში აქ რა თქმა უნდა ესეთ სიტუაციაში მუხრუნჭი რო იხმაროთ, ეგრევე მძიმე შეცდომა იქნება და უკან მანქანა მოგყობა და ეგრევე სავარო სიტუაცია დაახლოებით 65-ით მოვდიოდი. ამ შემთხვევაში გაჩერება არის აქ რაღაც უდიდესი სისულელე, მოკლედ ასე რომ გითხრათ. ხო, წეგანდელ სიტუაციას მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. კი ბატონო, შემდეგ სიტუაციას ხსნიდი რომ გადავასწრებეთი რატო ვთქვი და ძალიან ბევრი ყოფილა ესეთ შემთხვევა რომ აი ვიფიქრეო რომ გადავასწრებდიო და რომ გადავწიეო ჩამჭრა იმის გამო რომ უნდა გაგეტარებინა მანქანა. ამ შემთხვევაში თუ ნორმალურად ტემპს მოუმატებ და შენს და იმას შორის უკვე მანძილი აღარ მცირდება, უკვე შეგვიძლია რომ გადახვიდეთ მარცხენა მხარეს, ამიტომ ესეთ სიტუაციაში არ ჩაიჭრებით. ერთზოლიანია მოძრაობა, მოდი დავერდოთ ამ მანქანებმა ჩაუხვიონ და შემდეგ ჩვენ პირდაპირ გავაკეთებთ 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. 500 მეტრში მოუხვიოთ მარცხნივ. არ შეგეშალოთ და აქ არ ჩაუხვიოთ, რა თქმა უნდა 500 მეტრი ჯერ უნდა ვიმოძრაოთ პირდაპირ. სიტუაციაში, ანუ ესეთ თუ ძალიან დიდხანს გიწევთ დგომა, აქ რო მარჯვენა გვერდი აუვაროთ და გადახვიდეთ ხრეშიანზე, შეიძლება მძიმე შეცდომა დაგიწერონ, ამიტომ გვერდს არ უვლით, ამ შემთხვევაში ველოდებით, რომ ეს მანქანა გავიდეს და შემდეგ გავაგრძელებთ მოძრაობას. ახლა უკვე შეგვიძლია რომ დავუძროთ მანქანა, გავაგრძელებთ. მარჯვენა სარკედან, ანუ ამ შემთხვევაში ნახეთ როგორი სიტუაცია იყო, მარჯვენა მანქანა შემოვიდა, ნუ ჩვენ დავინახეთ, შევატარე და მე დავზარი ნელა უკვე ჩემი ავტომობილი. მაგრამ როცა თქვენ ელოდებით და უყურებთ რომ მარჯვენა გივლიან გვერდს, დაძვრის მომენტში როცა უკვე გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. როცა უკვე აღარავინ აღარ ყავს წინა, უნდა დაძრათ, გაიხედეთ მარჯვენა მხარზეც და სარკეშიც, რომ უცებ არ შემოგიჭრას მანქანა, თორედ დაიჯახებით. 300 მეტრში მარცხნივ დავედოთ მალეს. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. ჩავთე მარცხენა ცივცივა, ვაკონტროლებ სარკეს წინ და მანქანა მოდის, ამიტომ ცოტას შევანელებ. ნიშნის გასწვრივ უხოთ, დავიმახსოვროთ ეს. გამოვიდა მანქანა და უკვე გაჩერებაც აღარ მიწევს, ჩაუხოთ მარცხენა მხარეს, აკონტროლეთ სარკეს, რომ ვიღაცა აქედან არ ჩაგიჭრათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა უკვე შემიძლია რომ მარჯვენა ხაზში გადავიდე, გავიხედებ სარკეში, გავიხედები მხარზე და გადავალ უკვე მარჯვენა ზოლში. ვიმოძრაოთ პირდაპირ. კი ბატონო, ვიმოძრაოთ პირდაპირ. გვაქვს სამხრივი მოძრაობა, გვაქვს 50-იანი შეზღუდვა. ორი ზოლი გვაქვს. გზა თავისუფალია. წინა ვიდეოში წახსენთ აქ, როცა ხედულობა არ ჩანს, ანუ არ არის ხედულობის არეალი, ცოტა შევანელებთ, გავიხედებით მარჯვენა მხარეს, რომ ვიღაცამ უცებ არ გადმოგვიჭრას თან, აი აქ საკმაოდ დიდი ორმო იყო, ამიტომ თუ შეუმჩნევლად გადაივლით ამ ორმოზე, სულ შეცდომას დაგიწერთ. ნიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. კი ბატონო, გავაგრძელებთ მოძრაობა პირდაპირ.
შევნელდები, გავიხედე, გამოვიხედე, მთავარ გზაზე ვიმყოფებით, ქვეითები არ გადადიან და შემდეგ გავაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ. ავუარე გვერდი, ჩავთავთ ახლა მარცხენა ციმციმას, გავიხედებით სარკეში და გადავალ მარცხენა მხარეს. იმიტომ რომ მარცხნივაც არავინ არ არის. აქ ცოტა თუ აგიცდათ სიჩქარე 1-2 ახლა სიტყვაზე მე ახლა მაგათად ავაცილე ცოტა 53-ით გავიარე ამ მომენტში, მაგრამ ახლა უკვე დავასტაბილურე სიჩქარე. ნუ ეს რას ნიშნავს, რომ 53, ანუ ზორცოცა ვიცვლით, შეგვიძლია ცოტა 1-ით, 2-ით, 3-ით, 4-ით შეგვიძლია გადავაცილოთ სიჩქარეს, ეს პრობლემა არ არის. თავარია რომ არ დავარღვიოთ, არ გადავაჭარბოთ ძალიან სიჩქარეს. ჩვენი გზა არის აქ გავაგრძელებთ მოძრაობას, ნიშნები დავაკვირდეთ ხოლმე 30-იანი ზონები გვიდგას და მივაქციოთ ყურადღება ქვეითთა ბილიკებს. 500 ზონა გვიდევს და მაფრთხილებელი ნიშანია, რომ წინ გვაქვს ამაღლებული ქვეითთა გადასასვლელი. შევნელდებით, არავინ არ გადადის, გავაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ. ისევ კარგად მოვუმატოთ ხოლმე სიჩქარე, როცა გადმოვალთ. აი აქ ხშირია ხოლმე, რომ წინა ვიდეოში არ ვიცი გახსოვთ თუ არა, აქედან გადმოვიდნენ ქვეითები არაზებრაზე. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. ამიტომ თხილად იყავით ხოლმე, რომ თუ მოძრაობს, ის გავატაროთ ის მოძრავი ქვეითი აუცილებლად. გავიხედე, გამოვიხედე, არავინ არ არის, გავაგრძელოთ მოძრაობა. მაგრამ ხო მაღაზიასთან ხშირია ხოლმე, რომ გადარბენები და მანქანის გვერდიდან გამოსვლები და აი მან თხილად გაიარეთ, ძალიან ნელა გაიარეთ და დაახლოებით 30-ით. ვფიქრობთ, რომ თავისუფალია, მე მოვუმატეთ მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. ჩავთვალოთ მარცხენა ციმციმა, აქ მხარზე გახედვა მარჯვენა მხარეს არ დაგვაუწყდეს. გავიხედებით მარჯვენა მხარეს, პოლიცია უცებს შემოვარდა და დაუთმე ახლა მე გზა. ახლა რომ გამაგრძელებია მოძრაობა, შეიძლება სავარ სიტუაციაში შეგვექმნა ერთმანეთი. მოძრაობისას მოუხვიოთ მარჯვნივ. მოუხვიოთ მარჯვნივ ამ შემთხვევაში. წინა მარშრუტები მიდიოდა მხოლოდ მარცხნივ. დაბრკოლება როცა აღარ იქნება, ამ შემთხვევაში უკვე გადავალ მარჯვენა მხარეს. ჩავთავ უკვე მარჯვენა ციმციმას სარკეში რამოდენიმე მეტრი გავიხედე მხარზე. მოძრაობისას მოუხვიოთ მარჯვნივ. ციმციმას აღარ გამორთავ, უკვე ახლოს ვარ. გავიხედები აქ მარცხენა მხარეს. ახლოდან ხომ არავინ არ გამოდის, არავინ არ არის. გავაგრძელებ მოძრაობას, დავაკვირდები რამდენად ახლოს ვარ ბარდიულთან და გზის დათმობიდან კიდევ ერთხელ გავიხედები. არავინ არ არის, აქაც ცოტა მოშორებით არის შემილია, რომ ცოტათი გაზი მივუმატო. ოღონდ ძალიან არ მოგივიდეთ, მეური რომ კვეთრი მოხვევა არ გამოგივიდეთ. ცოტა გაზ მოვუმატებთ, გამოხვალთ, როცა შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. როდესაც გავსწორდებით, უკვე შეგვიძლია რომ 50 ვაკონტროლოთ, ზოლი ვაკონტროლოთ, გადავდივართ უკვე ძველ რუსთავში. ეს საგამოცდო ლოკაცია გადადის უკვე ძველ რუსთავში. ვაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ. ვაკონტროლებთ ხაზს, ვაკონტროლებთ სიჩქარეს. აქ მეტი არაფერი არ არის ისეთი გასათვალისწინებელი, მოკლედ. კი ბატონო, დავულებოთ შემდეგ ნიშნებას. მანქანა უხოს აქ ძალიან ხშირად ძალიან ნელა ჩადიან ხოლმე, იმიტომ რომ კვეთრი მოსახვევია. ამიტომ ყურადღებით იყავით. ამ მოსახვეებში 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ კარგად მარცხნივ. შევანდელოთ. კონკრეტულად ამ შემთხვევაში რა ზოგადად მოსახვევაში როცა ციმციმა აქვს ჩართული წინა მანქანას, უნდა მოელოდებოდე რომ ის ძალიან ნელა შეიძლება რომ შემოუხოს მან უბრალოდ და ყურადღებით იყავი, შეიძლება გაჩერებაც კი მოგიწიოთ იმ კონკრეტულ 300 შემთხვევაში. მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. თავარი გზის ნიშანი გვაქვს, აქ პირდაპირ გავაგრძელებთ მოძრაობას. 300 მეტრში მარცხნივ დაგვიძახა, უბრალოდ ჯერ გადავკვეთოთ ეს გზაჯვარედინი და შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ მოძრაობა. აქ შევნელდებით, მარჯვენა მხარეს გვაქვს ყავდა უბრალოდ ქვეითი, გავატარებთ ქვეითს და შემდეგ გავაგრძელებთ უკვე მოძრაობას. გადავიდა, გავაგრძელებთ ახლა. ხო, რის თქმა მინდა რომ გზაჯვარედინი როცა უკვე გადმოხვათ, აი ამ ბუღეობსაც როცა გადმოვიდით, უკვე შეგვიძლია რომ ვიფიქროთ ზოლის შესვლაზე. ვიხედები, ჩავერთეთ ციმციმა რო ვანიშნო უკან მანქანას გადასვლამი და გაგვასწროთ ახლა ამათ და უკვე შეგვიძლია რომ ნელა შევიცვალოთ ზოლი. ოღონდ გაზის მომატება აუცილებელი არის. მოუხვიოთ მარცხნივ. მალე მოუხვიოთ მარცხნივ. ჩავთოთ ისე მარცხენა ციმციმა. დისტანციით დაცვით გავაჩეროთ. ამ ქუჩაზე გვაქვს ჩვენ წითელი ღერძულა ხაზები, ანუ წითელი სტოპ ხაზები, ესე რომ ვთქვათ. და ყურადღებით იყავით. როცა წინ დაბრკოლება შეგვიძლია ხაზთან გავჩერდეთ. ეხლა გააგრძელეთ მოძრაობა, მოდი მეც გადავალ მაშინ.
წინა დავწუნდეთ რომ არავინ არ მოდის, შორს არის მანქანა და შემდეგ უკვე დავიწყებთ მოძრაობას. სამხრივია ქვეითები თუ გადადიან ვატარებთ, ეს წითელი ჩვენ არ გვეხება, ამიტომ არ გავჩერდეთ მაგ წითელზე, ეს არის საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანებისთვის და მოვუხოთ მარცხნივ, ჩართოთ მარცხენა ციმციმა, მოვიწიოთ ცოტა მარცხენა მხარეს და აქ რამდენი იჭრება. აი ხო ტანის მოძრაობაზე კარგად დამაკვირდით. ქვეითები არ გადადიან. მოდი მე გავჩერდები აქ, იმიტომ რომ წინ მაინც ხედველობა არ მექნება. ამ შემთხვევაში წირო მიწვე და ქვეითაბილიგზე გავჩერდი, აზრი არ აქვს. აი ეს მანქანა როცა გაივლის უკვე, შეგვიძლია რომ ცოტათი უკვე წინ გავწიოთ. ამ შემთხვევაში ტანი წამოვიწევი წინ, გავიხედები მარჯვენა მხარეს, არავინ არ არის და ვაგრძელებთ მოძრაობას. შეგვიძლია შევიდეთ როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხენა მხარეს. მაგრამ ნახეთ, ეხლა მე შემოვიდი სპეციალურად მარჯვენა მხარეს. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. კი ბატონო, 300 მეტრში მოუხვიოთ მარჯვენა მხარეს. ცალმხრივი ნიშანი დგას ქუჩაზე, როგორც კი შემოდიხართ. თუ წინიდან მანქანა დაგვენთხოვათ, ამ შემთხვევაში თქვენ რომ მარჯვენა მხარეს შემოხვიდეთ, შეიძლება მძიმე შეცდომაც კი მიიღოთ. იმიტომ რომ იქით ამ მხარე უხოს მარჯვენა ზოლში, ჩვენ ახლა მარცხენა შევდივართ, უნდა შემოვიდეთ მარცხენა ზოლით. გავიხედები სარკეში, ჩავართავ მარცხენა ციმციმას და აული გვერდს მოდი ახლა ამ შემთხვევაში, ანუ ცალმხრივ ცალმხრივ ნიშანს როცა ხედავ, უკვე უფლება მაქვს რომ მე ვიმოძრავ მარცხენა მხარეს. თუ რა თქმა უნდა, იქიდან არავინ არ გამოდის. მარჯვენა ციმციმით შევიწევი მე მარჯვენა ზოლში, გავიხედები დათმობასთან არავინ არ არის, ცოტა შორს არის, ამიტომ შემიძლია ოდნავ წინ მივიწიო, კიდევ ეს მანქანა იქითკენ უხოს, ამიტომ მოდი დავიწყე მოძრაობას და გამოვიხედები უკვე აქეთ, იმიტომ რომ გამოწეულია ბარდიული. და აი ამ ბარდილმა რომ ხელი არ შეგვიშალოს, ან დისტანცია რომ არ დავარღვიოთ, უნდა უყუროთ აუცილებლად აქეთ. ანუ ჯერ უყურეთ თავარ გზას, როცა დავწუნებით რომ არავინ არ არის, უკვე წინ გვაქვს ყურადღება და აუცილებლად გვერდზე, როგორც ეგან გითხარით, წინა ვიდეოში გითხარით ბოდიში წრიულთან. წრიულთანაც ანალოგიურად წრეს უყურეთ რომ დისტანცია არ დაარღვიოთ. ისევ ხიდიდან გადავდივართ უკან ახალ რუსთავში. 500 მეტრში გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. მოუხვიოთ მარცხნივ, ნახეთ, წინაზე მიდიოდა ეს მარშრუტი მარჯვენა მხარეს. ახლა უკვე მიდის მარცხენა მხარეს. აი ზუსტად ეს მონაკვეთია მეხუთე ლოკაციაში შეცვლილი. ამიტომ ყურადღებით იყოთ 300 მეტრში დაგვიძახეთ. შეგვიძლია ცოტა გაზი მოუმატოთ, ჩავთოთ მარცხენა ციმციმა, გავიხედოთ გვერდზეც არავინ არ არის და გადავიდეთ მარცხენა ზოლში. გავთიშავთ ციმციმას და უკვე ველოდები მე შემდეგ ნიშნებას. წრიულზე უნდა შევუხვიოთ მარცხენა მხარეს. მარცხნივ და პირდაპირ. მარცხნივ და პირდაპირ, ანუ ორი მოქმედება, ეს რას ნიშნავს, რომ ჩავთოთ მარცხენა ციმციმას, ამგვარად არ ვატარებთ ჩვენ წრედან გამომავალს, არც მარჯვენა მხარეს. მარცხენა ზოლში შევიდე, ახლა მე მომიწევს დატრიალება მანქანის, ამიტომ ვიცი რომ მეორე ზოლი მიდის პირდაპირ, ამიტომ მეორე ზოლში შემოვდივარ და ველოდები უკვე წინ მანქანას. თუ მაქვს მე სივრცე რომ გადავიდე, ისე რომ ქვეითაბილიგზე გაჩერება არ მომიწევს, გადავდივარ, მაგრამ როგორც წეგან თუ დაინახეთ ქვეითაბილიკამდე გავჩერდი მე, რომ ეს კონკრეტულად სიტუაცია ამეხსნა. ნახეთ ახლა გადმოვედი ქვეითაბილიგზე, აღარ ვდგავარ, დისტანციაც ნორმალური მაქვს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ. თუ ფიქრობთ რომ ახლოს დგას და თქვენ ქვეითაბილიგზე დგომა მოგიწევთ, ამ შემთხვევაში არ გადმოხდეთ რა თქმა უნდა. მარჯვენა მხედველობის არეალი გვაქვს. არავინ არ მოდის, გას მოუმატებთ, ოდნავ მარცხნივ გადავწევ და გადავდივარ უკვე 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ნახეთ, აი ამ მანქანა მარც გამოიხედა, ეხლა ჩამიჭრა გზა. აი ამ შემთხვევაში ყურადღებით იყავით, თუ ის არ ანელებს ან ციმციმას ართვათ უყურადღებოდ იქცევა, რახან მარჯვენა მხარეს მანქანები არიან, თქვენ გამოიჩეთ ისევ ინიციატივა, რომ მან არ ჩაგჭრათ. შევანელე, ეხლა შევატარე და გავაგრძელე მოძრაობა. აქ ორივე ზოლი მიდის მარჯვენა მხარეს, მაგრამ მოუხვიოთ მარჯვნივ. ჩავთე, გავიხედე და გადავდივარ მარჯვენა მხარეს. რატომ? იმიტომ რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მანქანა არ დგას, თავისუფალია. როცა თავისუფალია, ვალდებული. გავიხედები აქ ჯერ მხარზე, აქ მანქანა მყავს, შემოუხვიე ზოლში, ჩავთე მარცხენა ციმციმა და გადავედი შუა სარკეშიც. მანქანა დავინახე რომ არ მყავდა და გადავედი მარცხენა ზოლში. რთული სიტუაციაა ეს, უფრო ვიდრე მარცხნიდან რომ მოუხვიოთ პირდაპირ მარცხენა ზოლში. ხომ ორივე ზოლი მოდიოდა მარჯვენა მხარეს, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მარჯვენა ზოლი თავისუფალია, დაუხაზავი თუ არის, მაგ შემთხვევაში თუ მარჯვენა მხარეს არ გადაწევ მანქანას და მარცხენა ზოლით მოუხვი მარჯვენა მხარეს, ჩაიჭრები გამოცაზე. ამ შემთხვევაში, როცა ნიშანი გიდგას უშუალოდ და ზოლებიც დახატულია, შეგიძლიათ რომ მოუხვეთ როგორც მარცხენა მხრიდან, ისე მარჯვენა მხრიდან. როგორც მარცხენა ზოლით მარცხენა ზოლში უხვევ, მარჯვენა ზოლით მარჯვენა ზოლში უხვევთ.
ეს დაიმახსოვრეთ კარგად. მარჯვენა მხარეს დაბრკოლებები გვაქვს, ამიტომ არ გადავდივარ მოძრაობით მარცხენა ზოლში, ვიცავ წესებს, უყურებთ ნიშნებს. ეს არის აუცილებელი. ნებისმიერ მოძრაობისას, თუნდაც ყოფა ცხოვრებაში. უნდა უყუროთ ნიშნებს, ეს არის მთავარი. გავიდნენ და შემდეგ გავიხედებით არც ერთ მხარეს. არ არის ქვეითი, მარცხენა მარჯვენა და შემდეგ გავხსნათ უკვე პირდაპირ მოძრაობას. შუა სარკე ვაკონტროლოთ ხოლმე, ვიღაცამ თუ აგვიყვება ფარები შეგვიძლია რომ ცოტათი გვერდზე მივიწევთ. აქ ნუ ვერ გაიტანოთ, ვიღაცაზე არ მაქვს საუბარი, მაგ სასტრაფოზე, სახანძროზე, ან ესეთი დახმარების, გადაუდებელი დახმარების მანქანები თუ მოდიან, ან რომელიმე სამსახურია, რომელიც ვალდებული ხარ გაატარო, შეგვიძლია ცოტა რომ გვერდზე გადარციო და შემდეგ გააგრძელო მოძრაობა უკვე პირდაპირ. ქვეითა გადასასვლელს უახლოვდებით, ცოტას შევანელებ. მიხედები მარცხნივ მარჯვნივ არავინ არ არის, გავაგრძელებთ მოძრაობას. თუ არავინ არ მოდის, ძალიან შენელება, გაჩერებამდე უკვე აღარ გჭირდება, რა თქმა უნდა. მოძრაობა არ შევაფერხოთ. ასევე შუა სარკეში გაიხედეთ ხოლმე შენელებებისას. 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. 500 მეტრში მოუხვიოთ მარჯვენა მხარეს. წინა ვიდეოში როგორც ახსოვს მე, გავაკეთეთ მარჯვენა მხრიდან ასვლა. მოდი ახლა გავაკეთოთ მარცხენა მხრიდან ასვლა. ეს არის ისევ თბილისის ქუჩა. საიდანაც ორივე ზოლით ავდივართ ჩვენ 70-იან გზაზე. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. კი ბატონო, მოდი არ გადავიდეთ მარჯვენა მხარეს და გავაკეთეთ უკვე მარცხნიდან ასასვლელი. თითქოს ერთ და იგივე არის. აქ ასვლა, უბრალოდ ერთი დეტალი რაც უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს. მარჯვნიდან რომ მანქანა ამოდის, მე ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ, ხო? მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ეხლა საპირისპირო მიმართულებით ჩამოდის მანქანა და მე ამ შემთხვევაში ვუნთებ ფარებს, რომ რა ქნა ეხლა ამაჩი. მარჯვნივ გვეუბნება მარცხენა მხარეს ვრთავთ სიმსიმას, მიხედებით მარცხენა მხარეს არავინ არ არის, აი აქ მარჯვნივ უნდა გავიხედოთ მხარზე, რომ აქედან მანქანა თუ თქვენ წინ არის შეატაროთ, თუ თქვენ უკან არის, თქვენ მოძრაოთ პირველი. გადმოვედი და გავთიშეთ სიმსიმა. ერთი რაღაც მინდა გითხრათ, ან ძალიან ბევრი მოსწავლე ჩაჭრილა იმ შემთხვევაში ეს ხო თბილისის ქუჩაზე როცა ჩავდივართ საგამოძრო გზაზე, ამოსასვლელი და ჩასასვლელი თითქოს ერთნაირად არის. წარმოვიდგინეთ, რომ აქეთა მხრიდან ჩადიხარ, აქეთა მხრიდან ამოდიხარ. ხელი გაუშვი, მოდის გიხდეთ, ახლა საჭეს რო აგიხსნათ, ანუ ეს მხარია ამოსასვლელი, ეს მხარია ჩასასვლელი. ძალიან ახლოს არის. ხელით იმიტომ განახეთ, რომ მარტივად აღიქვათ. და შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. გამოცდაზე ძალიან ბევრს გონია ეგ შემთხვევა, რომ პროცივზე შევიდა. ჟარგონად რო გითხრა, ანუ საპირისპირო მიმართულებაზე შევიდა. აი, თქვენ როცა საპირისპირო მიმართულებაზე შედიხარ და იჭრებით, ზუსტად აი ეს სიტუაცია არის, ეხლა როგორც მანქანა ჩამოვიდა და ზუსტად მაგიტო იჭრებით ხოლმე მაგ სიტუაციაში. ძალიან ცუდია ხო, როცა წინ მიდიხარ და შენ წინ ზუსტად მანქანა მოდის და ერთ ზოლი ანია მოძრაობა. შეიძლება გვერდიც ვერ აუარო, უცებ დაიბნი, ან შენ ან ის. და შექმნათ უკვე საავარო სიტუაცია. ამიტომ ყურადღებით იყავი, ეხლა რაშიც უნდა დაუშვა იმ მანქანამ, ანუ ნიშას არ დააკვირდა. ნიშნის გასწვრივ უნდა ჩაუხვიო ზუსტად. აი ეს არის მთავარი. ზოლები რომ არ ეხატოს, ნიშნებს დავაკვირდეთ და უკვე მარტივად მივხვდებით, სად არის ჩასასვლელი, სად არის ამოსასვლელი. კი ბატონო, გავაგრძელოთ ახლა უკვე შემდეგ. ზე გადავიდეთ, აქ ნიშნას დავაკვირდეთ 50 მაქსიმალურ სიჩქარე. შევნელდებით და პირდაპირ გავაგრძელებთ მოძრაობას. ანუ წეგანდელს შევეხოთ მოდი კიდევ, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრი გვაქვს გავლილი და აქ საინტერესო ისეთი არაფერი არ არის, ზოლი და სიჩქარე უნდა ვაკონტროლოთ, ეს არ უნდა გამოგვჩეს ნიშანი. ეხლა როცა გადავაცეკვე, მოუმატებ სიჩქარეს, იმიტომ რომ 50 მოდიოდი დაახლოებით 95-ით წავა და მიმოძრავებ სწორად. ხო, წეგანდელს რატო უნდა შევეხო? ან როცა უკვე ჩამოუხვია ხო საპირისპირო მხარეს, ანუ ჩვენ ზოლში. მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. კი ბატონო, პირდაპირ მოძრაობთ, ჩვენ ზოლში ჩამოუხვია მანქანა და რა რეაგირება მოვახდინე მე. ანუ პირველ რიგში გაზ გაუშვი, რა თქმა უნდა, ტორმოზით დავიწყე შენელება, რომ გაჩერებამდე თუ საჭირო იყო, გაჩერებამდე მივიყვანო მანქანა და გავჩერდე ბოლომდე და მაშინვე დავიწყე ფარების გამოყენება. ანუ ფარები ამოთე. თუ ფარებზე რეაგირება არ ექნება, უკვე შეგვიძლია ხმოვანი სიგნალი გამოიყენოთ, რომ საავარიო სიტუაცია ავიცილოთ თავიდან. როცა გვეკითხებიან მოსწავლეები, რომ აი რა სიტუაციაში უნდა გამოვიყვანოთ ხმოვანი სიგნალი, აი ზუსტად ესეთ სიტუაციებში, აი თუ უკრინა გამოდის და ვერ გხედავს მანქანა, შეგვიძლია რომ ხმოვანი სიგნალი გამოიყენო.
აი ეს სიტუაციებში უკვე შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ხმოვანი სიგნალი. ჩემს შემთხვევაში ფარების ანთებამაც 2-3-ჯერ აუცილებელი ფარები და მიხვდა ის მანქანა რომ საპირისპირო ზოლში ჩამოდიოდა და გადაუხვია ეგრევე გვერდზე. მოძრაოთ პირდაპირ. კი ბატონო, პირდაპირ მოძრაობო, მიმოძრაოთ. არ არის პრობლემა. 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. კი ბატონო. შეგვიძლია გავასოთ ამაგას 80-ით კი მივიდივართ, მაგრამ მოდი გავიაროთ. გავიხედები ხარზე და დავიწყებ კენელა გვერდისავლას. ასე, გამოვთეთ სიმციმა 90-მდე განმოვითარე სიჩქარე. შემიძლია ამანქანსაც გავასრო. ამის შემდეგ უკვე თან სარკეს ვაკონტროლებ, შუა სარკეს რა თქმა უნდა, ჩავთე, გავიხედე ხარზე და გადავედი დავბრუნდი მარჯვენა ზოლში. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. კი ბატონო, 300 მეტრში მოვუხვიოთ მარჯვნივ. გაზისპედას აქედანვე არაუშვებ ფეხით ორი ძალიან შენელდებით. ახლა უკვე გავიხედები ხარზე, მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. გავიხედე სარკეში და გადმოვედი მარჯვენა მხარეს. შევანელე პარალელურად და გავთიშეთ სიმციმ, ანუ გადმოსვლის თანავე შევანელეთ მანქანა. შევედით უკვე მოსახლეში. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. კი ბატონო. რამდენი მოსწავლე ყავს ჩაჭრილი ამ სტოპს და რის გამო? უბრალოდ იმის გამო, რომ ნიშნის სწორი აღქმა და მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. დაძაბული არ უნდა იყოთ. მარცხენა სიმციმას ჩავთავ ტოპი, ანუ ჯერ ჩერდები, აი ასე ჩერდები, შემდეგ ვიხვედები. აქედან ვერ ხვიდავ, ამიტომ უკანა ფანჯიდან გავიხედები. არავინ არ მოდის, ამიტომ დავიწყებ მოძრაობა და წავედით. ეხლა რო არავინ არ მოდიოდა, შემეძლო რომ არ გამეჩერებინა, პირდაპირ გავსულიყავი და ეგრევე ჩავიძრებოდი, რა თქმა უნდა, გამოცად. ზუსტად აი ამ ადგილზე აჩერებინებენ ხოლმე ჩაჭრილ მოსწავლეებს, ამიტომ ყურადღებით იყავით, ან სტოპი გავალდებულებს გაჩერებას. გზის დათმობა გავალდებულებს გზის დათმობას და არა გაჩერებას. ანუ გაჩერდი იმ შემთხვევაში, თუ მანქანა მოდის, ეს არის გზის დათმობა, ხოლო სტოპი გეუბნება რომ გაჩერდი ყველა შემთხვევაში, გინდ მოდიოდეს მანქანა, გინდ არ მოდიოდეს. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ამას გეუბნება სტოპი. კი ბატონო, ამ ორმოებს აუაროთ გვერდი, იმედია გავკეთებენ გზას. ცოტა შევანელებ, ხოლო პირდაპირ ეს არ არის სამხრივი ნიშანი, ეს არის მხოლოდ პირდაპირ მიმართულება. პირდაპირ ვერ წავად, თუ ისრები გვეუბნებია რომ უნდა გადავიდეთ მარცხნივ. ჩვენი ზოლი მთავრდება. კი ბატონო, ახლა აქ შეგვიძლია რომ ჩავთვალოთ სიმციმა და ნელა უკვე გადავიდეთ მარცხენა მხარეს. ასე. ოღონდ რა დამაქანას ნუ გავასწრებთ ახლა უკვე გასაუშვებ ფეხს ცოტა 90-მდე ავედი უკვე და ეს მანქანა მარჯვენა ხო არ გავასწრებთ ხო? გასაუშვებ და 85-მდე დავარეგულირებ სიჩქარეს. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ისე პირდაპირ მოძრაობთ. აქ შეცვლილი უკვე არაფერი არ არის. უბრალოდ მაინც ეცადეთ რომ ყველა ვიდეოს რახან ერთი და იგივე გზა არის. ეს იმას არ ნიშნავს რომ სიტყვაზე ვიდეო უკვე საინტერესო აღარ არის. ნახეთ, ყველა მონაკვეთში, აი ხა მაგალითად თბილისის ქუჩიდან ამოსასვლელში შეხვდა როგორი სიტუაცია, ხო ნახეთ თქვენც. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება კიდევ ახალი სიტუაცია შეგვხვდეს. ეხლა მოტო ძალიან სწრაფად ოდნავ გადავიქცე ხაზისკენ და გავატარებ მე ხა ეს მოტო. აი იმიტომ არის საჭირო სარკეში ყურება და შუა სარკეში, შუა ზოლით მოდიოდა. ამიტომ ოდნავ მივცე უმნიშვნელოდ რომ გაიარა და სივრცე ქონოდა. 70 გვაქვს მაქსიმალური ცოტა. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. შევანელოთ ამ სიჩქარეში გადმოვიდე, სიჩქარის კონტროლი გავწიოთ, გავიხედებ, მხარზეც გავიხედე და ნელა უკვე შევუერთდებით ზოლს. გავთიშე, მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ისევ ჩავთე. შევანელებ კარგად დაახლოებით 30-მდე და შემდეგ გავაგრძელებ მოძრაობას მარჯვენა მხარეს. და პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას. წინ ზაღიძებს, ამიტომ მოდი ჩავთავ და გადავალ მარცხენა მხარეს, რომ შეიძლება არ ადგეს და ხო არ გადავულით, ან ხო არ გავჩერდებით, ან კაციშვილი არ მოძრაობს, უკანაც არავინ არ არის, ამიტომ ვერ დიაუარეთ ხოლმე ესეთ სიტუაციაში. 50
მოვიდივარ მარცხენა მხარეს მოძრავ. მოძრაობისას მოუხვიოთ მარცხნივ. კი ბატონო, მოვუხვიოთ მარცხნივ. და ბოლოს უკვე დასასრული. აქ არაფერი აღარ შეხვდა ისეთი სიტუაცია, რასაც ახსნით. თქოს უკვე აქ ერთი და იგივე არის ყველაფერი. წრიულ მოძრაობას დაგვიძახებს, ჩავრთოთ, მოდი. შეციმა ბოდიშით. აი აქედან პირველიდან გამოსულს არ უთმობთ, წრეზე არავინ არ არის. გავაგრძელებ, გას მოუმატებ. გავიხედები მარჯვენა მხარეს, აქაც არავინ არ არის. გადავრთავ მარჯვენა ციმციმაზე და შევდივარ უკვე შიგნით. და აქ უკვე ყოფებით ფინიშთან. გავთიშოთ მარჯვენა. მალე გთხოვთ წრიული მოძრაობისას მოუხვიოთ. აქ უკვე აურია ჩვენა კომპიუტერმა ეს სიტუაცია შეიძლება ბოლოში მოგივიდეთ, მაგრამ იდეაში მოვიდეთ უკვე ფინიშთან, ამიტომ დავასრულეთ მოძრაობას, გადავიტანოთ, ამოწიოთ ხელის მოხრეში და გავთიშოთ ზრავი. სულ ეს იყო, ანუ ერთადერთი შეცვლილი რაც არის, ისევ თბილისის ქუჩით ჩავდივართ და თბილისის ქუჩაზე ამოვდივართ, რაც ძველ საგამოსო გზებზე მეშვიდე ლოკაციაში ხდებოდა. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო, წარმატებებს გისურვებთ.